გლობალურ ენერგეტიკაზე მოთხოვნის და ნავთობის, გაზისა და ალტერნატიული ენერგიების სექტორებისთვის ქმნის როგორც შესაძლებლობებს, ასევე გამოწვევებს. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ გააცნობიერა ტრადიციული ენერგიის გამოყენების გზების გავლენა პლანეტაზე, მწვანე ენერგია პრიორიტეტად იქცა. ენერგეტიკა და გარემოს დაცვა ერთმანეთთან დაკავშირებული სტრატეგიული დარგებია, რომლის სწორად მართვა გვეხმარება არა მარტო ენერგოსაფრთხოების განმტკიცების, ასევე კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლასა და შემარბილებელი ღონისძიებების გატარებაში. როგორ თანაარსებობს ეს ორი სფერო ერთად, როგორ რეგულირდება ენერგეტიკული პროექტები გარემოს დაცვის კოდექსის რეგულაციებით, რა სიახლეები განხორციელდა კანონმდებლობაში, ამ და სხვა საინტერესო თემებით ენერგეტიკის ყოველკვირეული რუბრიკის სტუმარია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური. მე მას მივესალმები. პირველ რიგში დიდი მადლობა ელენე, რომ გამონახეთ რო და ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ანუკი, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენ სტუდიაში სტუმრობა და მზად ვარ გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე, რაც გაქვთ. ელენე, პირველ რიგში დავიწყოთ ამ ორი სექტორის და სფეროს თანაარსებობით, ენერგეტიკა და გარემო, როგორ თანაარსებობენ ერთად და არსებული კანონმდებლობით როგორ რეგულირდება ენერგეტიკული პროექტები. კი ბატონო. როგორც იცით, ენერგეტიკა და გარემო შეიძლება აღქმული იქნეს როგორც ცალ-ცალკე სექტორები და დარგები, თუმცა ძალიან მჭიდრო კავშირია მათ შორის. კონკრეტულად ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე, ესე ვთქვათ, ფუნდამენტია ჩვენი ეკონომიკის. მრავლად გვაქვს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც ქვეყანაში, როგორც იცით, თუმცა აღნიშნული პროექტების განხორციელება აუცილებელია, რომ განხორციელდეს გარემოს დაცვითი სტანდარტების დაცვით და გარემოს გათვალისწინებით. შესაბამისად, ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტი, რომელიც კი ექვემდებარება გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის რეგულირების სფეროს, ჯერ გადის, ესე ვთქვათ, პროცედურას სკრინინგის, სკოპინგის ან გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და სწორედ მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ გათვალისწინებული აქვს საქმიანობის განმახორციელებელს გარემოს დაცვითი ასპექტები, აგრეთვე შემარბილებელი თუ პრევენციული ღონისძიებები და მას შემდეგ, რაც გარემოს ეროვნული სააგენტო სხვადასხვა ექსპერტების და დარგის სპეციალისტების ჩართულობით გადაწყვეტს, რომ პროექტი არის განხორციელებადი, გაიცემა გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება და სწორედ აი ამის შემდგომ იწყება პროექტის მშენებლობის ეტაპი. შესაბამისად, ეს ორი ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული სექტორებია ერთმანეთთან და ერთი მეორის გარეშე პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებულად ვერ განხორციელდება. თქვენ გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსი ახსენეთ და როგორც ჩემთვის ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ შევიდა გარკვეული ცვლილებები კოდექსში პარლამენტის მიერ. კონკრეტულად აი რა ცვლილებები განხორციელდა, იმიტომ რომ ჩემთვის ამდენად ცნობილია ეს ყველაფერი ემსახურება უფრო მეტად დახვეწას არსებული კანონმდებლობის. კონკრეტულ ცვლილებებზე რო ვისაუბროთ, რომელიც განხორციელდა. კი ბატონო. გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსი მიღებული იქნა 2018 წელს, თუმცა აი ამ 6 წლიანი არსებობის განმავლობაში პრაქტიკაში გამოიკვეთა რამოდენიმე საკითხი, რაც ჩავთვალეთ, რომ დახვეწას საჭიროებდა. იმის გათვალისწინებით აგრეთვე რა პროექტები და განვითარების რა ეტაპია დაგეგმილი ქვეყანაში, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესთან და კერძო სექტორთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს სახელმწიფოს, მათ შორის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გამოიკვეთა რიგი საკითხებისა, რაც ჩავთვალეთ, რომ დახვეწას საჭიროებდა, რათა კიდევ უფრო ხელი შეგვეწყო, ესე ვთქვათ, კერძო სექტორისთვის, ბიზნესის განვითარების კუთხით. კონკრეტულად გამოვარჩევდი იმას, რომ მიზანი გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების შეტანისა იყო ის, რომ ბიზნესს უფრო კონდეს მეტი საშუალება, რომ პროგნოზი გააკეთოს თუ რა დროს, რა ეტაპების გავლა უწევს და რა კონკრეტული, ესე ვთქვათ, კვლევები და განაცხადები აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ მიაღწიოს პროექტის დაწყების ეტაპს. ეს ეხება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არამედ სხვადასხვა საქმიანობებია, თქვენ იცით, გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული, რომ უფრო მეტი გამჭვირვალობა ქონდეს პროცესს, უფრო მეტი სიცხადე შემოვიტანოთ თუ რა ეტაპები, რა ვადებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან დამგეგმავსად საქმიანობის კონდეს იმისი საშუალება, რომ თავის დამფინანსებელთან კომერციული ბანკები იქნება ეს თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სწორად გათვალოს რისკები და დაგეგმოს პროექტი. შესაბამისად, დავხვეწეთ ვადები, აგრეთვე
დაზუსტა კონკრეტული საქმიანობები, რომლებიც აღარ საჭიროებენ, ესე ვთქვათ, რთულ ეტაპზე გადასვლას. ანუ გარემოსდაცვის შეფასების კოდექსს აქვს ორი დანართი. პირველი არის საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულოა, რომ იყოს გეზეშეს ეტაპზე და ამის საფუძველზე გაიცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ხოლო მეორე დანართი არა, ესე ვთქვათ, მძიმე ინდუსტრიული საქმიანობები. არის იქ ჩამონათვალი, სადაც თავიდან შემოდის გარემოს ეროვნულ სააგენტოში სკრინინგის პროცედურაზე და სწორედ სკრინინგის საფუძველზე ხდება იმის გადაწყვეტა, ესა თუ ის განაცხადი გადადის თუ არა გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების ეტაპზე, ესე ვთქვათ, ნებართვის გასაცემად. ანუ ამ ცვლილებით მოხდა უფრო დაკონკრეტება, რომელ ობიექტს რა ტიპის ნებართვები დაჭირდება და რა პროცედურები უნდა გაიროს. თქვენ ბიზნესი ახსენეთ და ამაზეც მინდა გკითხოთ. ეს ცვლილებები ალბათ განაპირობა იმას, რომ მათგანაც ხშირად ჩემთან სტუდიაში ყოფნის დროსაც, როდესაც ისინი სტუმრობენ, ხას უსვამენ იმას, რომ რაღაც პროცედურები იწელება დროში. ეს როგორ ფიქრობთ, პასუხობს თუ არა მათ მოთხოვნებს? სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი, რაც ჩვენ, ესე ვთქვათ, ბიზნესისგან გვსმენია, რომ აი ამ ნებართვების აღება დაკავშირებული იყო საკმაოდ ხანგრძლივ, ესე ვთქვათ, ცოტა გაურკვეველ ვადებთან და პროცედურებთან. ვიტყოდი იმას, რომ ეს არა ადამიანური რესურსიდან გამომდინარე შეიძლება ყოფილიყო გამოწვევა, არამედ აი სწორედ აი ამ სიცხადეზე ვსაუბრობდი, როდესაც ვამბობდი, რომ ცვლილებების შეტანის ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ კიდევ უფრო დაკონკრეტებულიყო. ანუ რას ნიშნავს, როდესაც განაცხადი საქმიანობის განმახორციელებლის მიერ შემოდის სააგენტოში, იქ სხვადასხვა ასპექტებიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ასპექტებიდან გამომდინარე, მაგალითად ეგზავნება განაცხადის სხვადასხვა უწყებას მათი მოსაზრების წარმოდგენის მიზნით. იქნება ეს ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნება თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, ანუ სანამ შეგროვდება, ესე ვთქვათ, ეს უწყებების მოსაზრებები, პლუს ამას გეზეშეს ეტაპზე თქვენ იცით, რომ ექსპერტთა კომისია იქმნება, იქ დარგის ექსპერტები ჩართულები არიან, საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის ეს დაკავშირებული. ზოგჯერ გვიანდებოდა პასუხების მიღება უწყებებიდან, ან შიგნით ხდებოდა, ესე ვთქვათ, გარკვეული პროცესების გაწევა, ამიტომ ეხლა დაკონკრეტდა. როდესაც შემოდის ჩვენთან და შემოვა განაცხადი, მაგალითად სკრინინგის ეტაპზე, პირველ ეტაპზე სააგენტოს აქვს იმის საშუალება, რომ 8 დღის ვადაში შეწყვიტოს წარმოება, თუ კი განაცხადი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სკოპინგის ეტაპს რაც შეეხება, 5 დღის ვადაში აქვს ამისი საშუალება სააგენტოს, რომ ესე ვთქვათ, შეწყვიტოს წარმოება, თუ კი შეუსაბამოა განაცხადი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აგრეთვე გეზეშეს ეტაპზე ადრე არ იყო ეს დაკონკრეტებული. მაგალითად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ვადა თუ იყო 55 დღე, ბიზნესის ესე ვთქვათ, ინფორმაციით იყო შემთხვევები, როდესაც შეიძლება მე-40 დღეს დახარვეზებულიყო და შეწყვეტილიყო წარმოება და შესაბამისად დროში იწელებოდა. ეხლა ექნებათ იმისი საშუალება, რომ განჭვრიტონ, უბრალოდ აი ბიზნესთან დაკავშირებით ასევე თხოვნა იქნება, რომ უფრო მეტად აკონტროლონ საკონსულტაციო კომპანიების მიერ განაცხადის მომზადების ეტაპი, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენთან გვაქვს იმისი პრაქტიკა, რომ შემოდის ისეთი განაცხადები, რომ თანამშრომლების ხედან და ეს საკმაოდ მოცულობითია, ასეულობით გვერდზეა საუბარი, ხედან და რედაქტირებასაც აკეთებენ აი ამ ქართული ტექსტების, საიმისოდ რომ შინაარსი, ესე ვთქვათ, გამოვიცნოთ. აქედან გამომდინარე, ბიზნესი ძალიან დაეხმარება სახელმწიფოსაც და აგრეთვე თავის მხრივაც იქნება წელში გამართული, თუ კი გაზრდის მოთხოვნას მათი საკონსულტაციო კომპანიების მიმართ, რომლებიც ესე ვთქვათ, შუამავალ რგოლს თამაშობენ ჩვენსა და ბიზნეს შორის, მაშინ როდესაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა გაიცეს. ეს რაც შეეხება ვადებს, პროცესის გამჭვირვალობას რაც შეეხება, ჩვენ აგრეთვე ჩვენი მხრიდან ეხლა ძალიან ბევრ დროს მოითხოვს, რომ ყველა დეტალს სათითაოდ გავყვეთ, მაგრამ ბიზნეს ეხლაც აღვთქვით და გქონდა კიდე შეხვედრა მათთან, რომ ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში, აი თუ კი პროცედურასთან დაკავშირებით ან კითხვა აქვს ან რაღაცა, აბსოლუტურად ღია ვართ. ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგმართონ და ამისი პრაქტიკა იმედია დაინახეს ბოლო დროის განმავლობაში. დავაკვალიანოთ, ესე ვთქვა, თუმცა ამას საკონსულტაციო კომპანიებიც აკეთებენ, მაგრამ
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხვედრაში იყოს მათი მოლოდინი ჩვენს, ესე ვთქვათ, ფუნქციასთან და იმ რესურსთან, რასაც თავაზობთ ბიზნესს. თქვენ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვთანდებით, თუმცა ჩემთვის ცნობილია ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ენერგეტიკის მიმართულებით და მწვანე ენერგიაზეც მინდა რომ ზოგადად კითხვა დაგისვათ, აი როგორ შეაფასებთ პოტენციალს ჩვენი ქვეყნის ამ მიმართულებით. ენერგეტიკა ჩემთვის იცით, რომ ძალიან საყვარელი საკითხია და ეხლა მომეცა იმის საშუალება და ძალიან მადლობელი ვარ, რომ სხვა სექტორშიც ესე ვთქვათ, გამოვიყენო გამოცდილებას, ჩემი ყოფილი გამოცდილებაც. ტენდენცია, რაც ძალიან მახარებს, აი ახლა განაცხადებიც რომ შემოდის, არის ის, რომ საკმაოდ გაზრდილია ინტერესი განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართ. თქვენ იცით, რომ მაგალითად გარემოსდაცვით შეფასების კოდექსში საქმიანობაში ცალკე არ არის მოცემული მზის სადგური, როგორც ესეთი საქმიანობა, რომელიც საჭიროებს ცალკე ნებართვას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იქ ქვესადგური მონაწილეობს, გადამცემი ხაზი მონაწილეობს, უწევს მაინც ამ საქმიანობას შემოსვლა. ძალიან ბევრი განაცხადია, ძალიან მახარებს, ასევე არის მზარდი ტენდენცია ქარისადგურებთან მიმართებაშიც, აგრეთვე იგრძნობა, რომ ჰიდროელექტროსადგურების განვითარებასთან მიმართებაშიც არის, ესე ვთქვათ, გაზრდილი მოთხოვნა და ძალიან სასიხარულოა. აგრეთვე გამოვყოფდი იმასაც, რომ აღნიშნული სექტორი, აი მათგან რომ შემოდის განაცხადები, საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს და ჩემთვის ეს ცხადია გარემოსდაცვით მიმართულებას, ისევე როგორც სოციალურ მიმართულებას, იმიტომ რომ ხედავთ, რომ აი საჯარო განხილვების დროსაც რო უწევთ ჩვენ წარმომადგენლების ჩასვლა, ძალიან ბევრი პროექტის დეველოპერი, ესე ვთქვათ, და საქმიანობის განმახორციელებელი ადგილზე ჩართული არის სოციალურ და გარემოსდაცვით პროექტებში და ადგილობრივი მოსახლეობის, ესე ვთქვათ, სარგებლის კუთხითაც საკმაოდ მრავლად აქვს ღონისძიებები. ისევე როგორც ცნობიერების ამაღლების კუთხით იქნება ეს გარემო, ენერგეტიკა თუ ასე შემდეგ. რაც მისასალმებელი. დიახ, ნამდვილად. ჩვენ საუბრის დასასრულს აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ პროექტებზე, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტო ამ ეტაპზე ახორციელებთ, ვინაიდან თქვენ ენერგეტიკის რუბრიკის სტუმარი ყავით, ჩემი კითხვები უფრო ენერგეტიკას ეხებოდა, თუმცა არ მინდა ისე წახვიდეთ, რომ ეს კითხვები არ დაგისვათ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, რომელს გამოყოფთით. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროექტებია კითხვა თუ ენერგეტიკული პროექტები, რომელიც მიმდინარე. ხო. დიახ. სიმართლე გითხრათ, არ მინდა ესე დაკონკრეტება, იმიტომ რომ არის მრავლად რამოდენიმე მსხვილი პროექტი ენერგეტიკას, რაც უკავშირდება ამაზე ვსაუბრობთ, რომელიც ახლა განხილვის ეტაპზე არის. გქონია წარმომადგენლებთანაც, ესე ვთქვათ, კომუნიკაცია, იყო გარკვეული კითხვებით, ან მოუწია აი ამ მუშაობის პროცესის, რომ ცვლილებებიც შევიდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში, მაგრამ ვიტყოდი იმას, რომ მათი მხრიდან საკმაოდ დადებითად იქნა აღქმული აი ეს ცვლილებები, რომელიც ჩვენ განმახორციელეთ, თუმცა ეს, ესე ვთქვათ, დინამიური პროცესი არ სრულდება აქ. ნებისმიერ ბიზნესს, იქნება ეს ენერგეტიკა, სხვადასხვა მრეწველობა, მძიმე მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა თუ ასე შემდეგ, ვეუბნებით ერთ რაღაცას, რომ აუცილებლად მოგვაწვდინეთ ხმა, იმიტომ რომ აი საერთოდ სწორი პოლიტიკის დაგეგმვისთვის და ესე ვთქვათ აღსრულებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ სექტორის ხმის გაგონება, რომელზეც ესე ვთქვათ დიდწილად ვრცელდება სახელმწიფო რეგულაციები, კანონმდებლობები და ასე შემდეგ. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ წარმატებით დასრულდება ის პროექტები, რაზეც საუბრობთ და მე უკვე შეგვეძლება, რომ ესე ვთქვათ ერთად იმასპინძლებთ ახალ პროექტებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური.